რატომ მანიპულირობს შენით, ნახოთ. მეგობრებო, მოგესალმებით. რატომ მანიპულირობს შენით პარტნიორი? რატომ არის ამხელა მანიპულირება? თქვენი დაკარგვის ეშინია. თქვენი დაკარგვის ეშინია ამ პიროვნებას. იმიტომ რომ ფიქრობს, რომ თქვენ ნებისმიერი მამაკაცის ცდუნება შეგიძლიათ. თქვენ ძალიან ლამაზი ხართ მისთვის. თქვენში არის რაღაც ისეთი, რაც ძალიან მოსწონს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ზუსტად ეს აგიჟებს თქვენი დაკარგვის ეშინია. რეალურად ბევრს არ გეუბნებათ, რომ გეშინიათ, რომ ეშინია. უნდა რომ გეშინოდეს უფრო მისი დაკარგვის, თვითონ რომ ეშინია, მას კი არ გეუბნება. მასთან იღბლიანი ვარ მეჩვენებს. მასთან წარმატებული ვარ, მასთან იღბლიანი ვარ. როდესაც თუ ეს ურთიერთობა თქვენი განულებულია, როდესაც მასთან იყავით, ეს ადამიანი იყო ძალიან იღბლიანი, ძალიან წარმატებული და როგორც კი თქვენ მისგან ასე ვთქვათ, გაქრით წამოხვედით, ხო, ეს იღბალიც თან წაიყულიეთ, ესე იგი პიროვნება არის კრიზისში თუ ურთიერთობა დაამთავრა ადამიანმა თქვენთან და თქვენ მასთან. ძალიან იღბლიანი იყო თქვენთან. ან იღბლიანი ეგონეთ თქვენ, იღბალი მოგაქვთ საერთოდ, იღბალი ეჭვიანობს საშინლად, მანიპულირობს. ადამიანი არც ამბობს იმას, როგორი ფანტასტიკური ხარ, არც იტყვის მანიპულირება. უნდა რომ თავი იგრძნო, თითქოს არავის არ სჭირდები, ამ დროს პირველ რიგში მას სჭირდები, გიждდება შენზე. რაღაცა ავადმყოფური დამოკიდებულება აქვს. მასზე აი ყველანაირად შტაბიჭდილებას ახდენს ის, როგორი ჭკვიანი ხართ. ჭკვიანურად შემოიკრიბეთ გარშემო ბევრმა მრავალი საიმედო მეგობარი, ძალიან ერთგული ხართ, ხვდებით? ყურადღების ცენტრში ხართ. გიждდება ამაზე, ყურადღების ცენტრში რატომ არის მიჩვენებს. თვითონ არ არის ყურადღების ცენტრში, რომ დავკარგო, არ მინდა რომ დავკარგო, იმიტომ რომ გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. ყველას არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც უყურებთ, ვინც მოვიდა და ვისი გაშლაც არის, ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები აქვს. ვინც ხვდებით, რომ გაშლა თქვენია. მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მე ეს არ მომწონს მიჩვენებს. მუდმივად ინტერნეტ სივრცეშია, მე ეს არ მომწონს. ინტერნეტ სივრცე ხედავენ მას სხვებიც, ხვდებით, მე მინდა მანიპულირება მისით, იმიტომ რომ მინდა თავი იგრძნოს, რომ თითქოს არავის არ სჭირდება ამ დროს იცის, რომ რა თქმა უნდა სჭირდებით კი არა. ეს პიროვნება საერთოდ ხელშეშლილი ფაქტორია ბევრისთვის, ანუ ამბობს, რომ ბევრსაც სჭირდება, ყველას სჭირდება, იმდენად საინტერესო ადამიანია. თქვენი მამაკაცი ან ქალბატონი. პენტაკლების საყვარელი ქალი, ქალი იმპერატრიცა, ქალი იმპერატორი ან მამაკაცი იმპერატორი. ვინც პარტნიორულ ურთიერთობაში ხართ, ძვირფასებო, თუნდაც შეიძლება მეუღლე იყოს, მანიპულირობს, ეშინია თქვენი დაკარგვის, ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის. ამიტომ ხართ ხშირ კონფლიქტებში და ვერ უგებთ ვითომ ერთმანეთს. ამ ეტაპზე კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ, მაგრამ ესეც დროებითია. რატომ მანიპულირობს თქვენით? თქვენი დაკარგვის ეშინია, ჩემო კარგო, აი წეგან რაც უბრალოდ გადავამოწმე ნამდვილად მასეა. ამ ადამიანს ძალიან ბევრი იმედგაცრუება აქვს ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი ნიღაბიც აქვს, ხვდებით, ანუ რაღაცა ყალბი ნიღბები აქვს, აი ეს არ მომწონს ცოტა. არ არის რეალურად ისეთი, როგორიც არის. რეალურად არის ძალიან დიდ კომპლექსებში ეს პიროვნება. მანიპულირება მანიპულირებაზე, ეშინია დაკარგვის, მაგრამ რომც დაკარგოს, იტყვის, რომ
მე ამის არ მეშინოდა. ანუ ვითომ გული არ შესტკივა, ძალიანად შესტკივა და თუ დაკარგა უკვე, ხო, აქ მონიტორინგია თქვენზე 24/7-ზე, მინდა გითხრათ, სადღაც მონიტორინგობს აბსოლუტურად ინტერნეტ სივრცეში, გარეთ, თქვენ სამსახურთან ან სად არ ვიცი, მაგრამ რთული ეპიზოდია მისთვის თქვენი დაკარგვის ეპიზოდი. აი ესეა ჩემო კარგო. და სხვათა შორის ძალიან იზიდავ ვნება, საშინელი ვნება აქვს თქვენს მიმართ, სულ რომ სადღაც იყოს წასული. წარმატებები.